ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება, ეს წუთია მორიგი პროცესი დასრულდა. შემდეგზე კი დიდი ალბათობით განაჩენი გამოცხადდება. ოცნების პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მისი მოადგილის გიორგი ხაინდრავას და ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის მიმართ გამომწყნებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ ბრალდება მათ საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება. თანხმობა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა მიიღო. გამოძიების მტკიცებით მათი ქმედებებით სახელმწიფო ბიუჯეტს 7 მილიონამდე ლარის ზიანი მიადგა. დია ბაზაღუა მუშაობს საქალაქოში, რომელიც ფორმულას პირდაპირ ეთერს უერთდება. დიახ, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული სხვა პირების სასამართლოს ხდომა დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს ადვოკატებმა. პირველ რიგში გეტყვით ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატის პოზიციას, მან განმარტა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონით მიერ დადგენილ სტანდარტს და არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ გამომწყნებელი გამოტანის საფუძველი. მან თქვა ის, რომ მთელი ბრალი, რომელიც წარდგენილი აქვს ჯუანშერ ბურჭულაძეს, ემყარება ვლადიმერ ღუდუშაურის ჩვენებას, რომელიც ხელს ადებს სწორედ თავდაცვის ყოფილ მინისტრს. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის ადვოკატმა და ასევე მისი ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას ადვოკატმა. მათ ისაუბრეს, მათი პოზიციებიც ასევე იყო იგივე, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები და სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ დამნაშავედ იქნან ცნობილი როგორც გიორგი ხაინდრავა, ასევე ვასილ მხეიძე. დღევანდელ პროცესზე არ უსარგებლიათ რეპლიკის ან სიტყვის უფლებით თავად ბრალდებულებს, როგორც ცნობილია, ეს გადაიდო შემდგომი პროცესისთვის, სადაც ბრალდებულები იტყვიან საბოლოო სიტყვას და ასევე გამოცხადდება საბოლოო განაჩენი. შემდგომი პროცესი ჩაინიშნა 23 აპრილს. რაც შეეხება აქტუალური იყო საპროცესო შეთანხმების საკითხი, რაზეც როგორც იცით პროკურატურამ უთხრა უარი სამ ბრალდებულს, როგორც თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, ასევე ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას, ხოლო ერთადერთი, ვისაც საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდნენ, არის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური. ჩვენ ვკითხეთ პროკურორს მიზეზებთან დაკავშირებით, თუ რა გახდა ამის მიზეზი, რატომ გაუფორმებენ მხოლოდ ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმებას. პროკურორმა ანილეკიაშვილმა განმარტა ის, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, უბრალოდ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს ვლადიმერ ღუდუშაურს უფორმებენ, რადგან მან საწყისი ეტაპიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, პროკურორმა განმარტა, რომ მათ მიუდგნენ ინდივიდუალურად და მათ მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, ასევე ისინი არ ასრულებდნენ საკმარისად იმ პირობებს, რომელიც პროკურატურამ წარუდგინა მათ და რაც შეეხება ბრალის აღიარებას, რომელიც არის საპროცესო შეთანხმების წინაპირობა კანონით გათვალისწინებული, ამასთან დაკავშირებით ანილეკიაშვილმა განმარტა ის, რომ საპროცესო შეთანხმების თაობაზე დაცვის მხარემ პროკურატურას მიმართა მხოლოდ დასკვნითი სიტყვის თქმამდე რამდენიმე დღით ადრე და სასამართლო პროცესებზე ბრალდებულებს არ უღიარებიათ ბრალი და არ უთქვამთ, რომ ისინი დამნაშავედ თვლიან თავს და მისი თქმით სწორედ ეს გახდა საპროცესოზე უარის მის მიზეზი და მან ასევე თქვა ისიც, რომ ამ ინსტანციაში ამ გადაწყვეტილების გადახედვა არ იგეგმება. ვასილ მხეიძეს ბრალად ეტება ის, რომ მან ჩაიდინა გაფრანგვაში დახმარება. მინდა ცალსახად და კატეგორიულად განვაცხადო, რომ მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია. ბრალდებამ საქმეზე შეაგროვა 40 ტომზე მეტი და ამ 40 ტომში არ არსებობს არც ერთი ფურცელი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან ბრალად წარდგენილი ქმედება ნამდვილად ჩაიდინა. ბრალდებამ წარმოადგინა არაერთი მოწმე, მათ შორის პირი, რომელმაც აღიარა დანაშაული, რომელმაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და მისი ჩვენებით არათუ დადასტურდა, არამედ გამოირიცხა ის, რომ ვასილ მხეიძემ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაულია. საპროცესოს წინაპირობა არის ბრალის აღიარება, თუმცა პროკურორმა თქვა, რომ ეს პოზიცია თავად ჯუანშერ ბურჭულაძეს არ დაუფიქსირებია სასამართლო პროცესებზე ამ დრომდე. აპირებს თუ არა ის, რომ ისაუბროს ამაზე, მის პოზიციაზე.
ჩვენთვის პროკურატურის პოზიცია მისაღებია, გასაგებია ეს მათი მოსაზრება, რაც შეეხება როგორ დავასრულებთ ჩვენ პროცესს ისე რომ საპროცესო თანხმებისათვის ყველა პირობა იყოს დაკმაყოფილებული, ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ გავივლით კონსულტაციებს. გამოკლებული მტკიცებულებიდან გამომდინარე, მოწმეთა მიერ განცხადებული და გაკეთებული განცხადებებიდან და ინფორმაციიდან გამომდინარე, გამოკლებული ნივთიერი და წერილობით მტკიცებულებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ სამივე ბრალდებულის მიმართ უნდა დადგეს გამომტნებელი განაჩენი, რაც შეეხება მათ აღიარებას, თქვენთვისაც ცნობილია, რომ ვლადიმერ ღუდუშაურის გარდა სხვა ბრალდებულს აღიარება არ დაუფიქსირებია სისხლის სამართლის პროცესის არც ერთ ეტაპზე სასამართლოს ხდომებს გულისხმობ, ხოლო პროცესუალური კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია ეს ყველაფერი მოხდეს სასამართლოში. თუ იმას გულისხმობთ, რომ განცხადებები იქნა შემოტანილი ბრალდებულების მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, ეს არის მათი უფლება. დღეის მდგომარეობით, რადგან საპროცესო შეთანხმება არ არის გაფორმებული, მათ აღიარებად ამას ვერ ჩავთვლით, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს პროცესზე. ბრალდებულების მიმართ პროკურატურა ითხოვს უმკაცრეს სასჯელს იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე გაიზიარებს პროკურატურის არგუმენტებს, ბრალდებულებს ემუქრებათ პატიმრობა, ასევე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ქონების ჩამორთმევა, როგორც თბილისში, ასევე ესპანეთში, როგორც გითხარით, შემდგომი სხდომა გაიმართება 23 აპრილს, სადაც საბოლოო განაჩენი უნდა გამოცხადდეს.